დაუბრუნდით ეთერში, რა კარგი ბლოკი გქონდა რა, იმპროვიზაციული ისეთი მოულოდნელი და მე ამას თქვა დავიმხეთ ყველაფერი თავს. მაგრამ ამ ბლოკს უნდა გაგრძელება შესაბამისი და ვფიქრობ ადამიანი რომელიც ახლა უნდა წარვადგინოთ. გემრიელი ლუკმა ბოლოში არის არ ვიცი, ყველა რთულია ყველა თაობისთვის იყო მოსაწონი მსახიობი. იდგეს სცენაზე და აკეთებდეს საქმეს იმდენად ლაზათიანად, რომ ნებისმიერი მაყურებელი იყოს გაოცებული, გაოგნებული. ამ ადამიანის გარდასახვის უნარი არის სანატრელი. მე ერთი მისი ინტერვიუ მოვისმინე ბოდიში, უნდა ვთქვა აუცილებლად. სადაც ამბობს, რომ თეატრალურთანო ველოდებოდიო ეროსი მანჯგალაძესო, გოგი გეკეჭკორსო, რომ დამენახაო. და მე მინდა მას უთხრა, სანამ მოვიწევ, რომ ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა მასზე. ვიდექი და ველოდებოდი რომ მენახა ეს ადამიანი. ფენომენალური არტისტი, საოცარი ადამიანი, მეგობარი ძალიან ძლიერი, საპატიო თბილისელი გახდა და გააგრძელეთ. ბატონო, გააგრძელე ლაშა და შემდეგ მე ვიტყვით ჩემ ბედნიერ წუთებს. ჩემთვის ყველაზე აი ესეთი სასათუთი რაც არის. მისი ნამღერი სიმღერა მე გავბედე და მე ვიმღერე და მისი თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი შემდეგ დაურეკეთ სიმღერის ავტორს. ასე რომ ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი ადამიანია, მithumetes ოდესაც სცენაზე ვხედავ ამ და თქვენს ხედავთ ამ ადამიანს, მისაბაძია. მისი სიყვარული საქმის მიმართ, ხალხის მიმართ, ბავშვების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინ ჩვენ გარშემოა. და მასთან ურთიერთობა ეს არის უსარმაზარი სკოლა. და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ორჯერ მქონდა იმის საშუალება, რომ მასთან ერთად ფილმში და სხვათაშორის ერთ-ერთ ფილმში მე ვიყავი მისი შვილიც კი ბატონო ხო და კიდე ერთი ფილმი იყო ზარაჩვილი არ ვიყავი მაგრამ თითოეული დღე მასთან ასე ვთქვათ გატარებული ჩემთვის არის უზარმაზარი სკოლა იმიტომ რომ საოცარი პროფესიონალი ზე ადამიანი და არ ვიცი კიდე რა ვთქვა უნდა მოვიწიოს სამი ერთად ბატონებო და ქალბატონებო გოგა პიპინაშვილი მობრძანდი არტ-ჰოლის დამფუძნებელი ადამიანი რომელიც თეატრალურის ჯგუფებში 80-90% არის ბატონი გოგას მოწაფე. მიხარი ხართ, მიყვარ ხართ და მობრძანდი. მადლობა. როგორ ახართ შეუღო? მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ საპატიო თბილისელის წოდებას, ვფიქრობ ყველა თბილისელისთვის ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი. დიდი მადლობა ქალაქის მერიას რომ თქვენ ეს წოდება მოგანიჭათ და გახდით საპატიო თბილისელი. მოდი აქედან დავიწყოთ. საკმაოდ დიდი ტვირთია. აი აქედან დავიწყოთ. რას ნიშნავს იყო საპატიო თბილისელი და ჩვენ ისტორიაში ვიცით რომ ძალიან ბევრი საპატიო ღირებული კორიფეები არიან ამ წოდებით. წელს განსაკუთრებულად ძალიან ბევრი ადამიანი დასახელდა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. და ხუმრობით რო ვთქვა შემეზღუდა ძალიან ბევრი რამ. მაგალითად ესეთი თავისუფალი თბილისელობა აღარ ხო რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ასეთი დიდი ტიტული და დიდი ჯილდო გაიმეტა ჩემთვის უბრალოდ მე უბრალოდ ვცხოვრობ მე არ მიყვარს ჯილდოები ნამდვილად მაგრამ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა ჩემი ძალიან დიდი სიყვარული ჩემი ქალაქის მიმართ გამჟღავნდა რაღაცნაირად დანარჩენად ხო არა რაღაცნაირად ეთყობა დაინახეს რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს მეტი რო არ იქნება ნებისმიერი პატარა დაზიანებაც კი გულზე რაღაცნაირად ხდება და მკაწრავს იმიტომ რომ ყველაფერი მიყვარს ყველა ადგილი ყველა ასფალტის გადანაკერი ყველა პატარა ორმო რა და ნუ პრეტენზია მაქვს რატო აქ ორმო მაგრამ ის ორმოა ის რომ იმ წუთში მახსენებს რომ აქ ორმოა და რა კი ეს ვიცი ეს იმას ნიშნავს რომ კარგად ვიცი ჩემი ქალაქი აი თავშობის დროინდელია თბილისი თუ შეგიძლიათ რომ შეადაროთ დღევანდელ თბილისს ეცე რა გითხრა სიმართლე განსაკუთრებული ურთიერთობები იყო და ის ურთიერთობა დღესაც ჩემთვის ამაგალითოა და მაგით ვცხოვრობ და მაგით მომაკვდა იმით იკვებებით ანუ კი დღესაც იმიტომ რომ თბილისს ყავდა არაჩვეულებრივად დიდი ადამიანები ძალიან დიდი ადამიანები ვისგანაც ყველაფერს სწავლობდი ზნეობას, პატივისცემას, ქალის მიმართ დამოკიდებულებას და არ წავალ შორს და ერთ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ
რაღაცა ნუ სკოლის პერიოდში ესეთი ჩხუბი მომივიდა რაღაც არ ვიცნობდი ვინ გამლახა ვერ წარმოვიდგინე ნუ არ ვიცოდი რა ვინ იყო უბრალოდ დამხვდნენ კარგად მჟეჟეს რა დავიწყე ძებნა და მივაგენი რა ამ ჯგუფს ერთი ვიპოვე მეორე ვიპოვე მესამე და აი ეს მთავარი ვინც იყო ისიც ვიპოვე, მაგრამ რო ვაკითხავდი, გამოდიოდა გოგონებთან ერთად. და ერთი კვირა ვაცილებდი სახლამდე, მივაცილებდი. დაბრუნდებოდი. გაფრთხილებული ყოლია პირველ კლასელები, რომ აი ეს რო გამოჩნდება მითხარითო და სკოლასთან რამდენი მივედი, იმდენი გოგონებთან ერთად გამოვიდა. არ შეიძლებოდა, აი წარმოუდგენელი იყო, რომ გოგონების თანდასწრებით მისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინა და ვერ გამოვიჭირე რა ვერანაირად და მე სახში მივაკითხე მე ვთქვა დიდი ხანი გაცილებს ახლა მე უნდა გამოდი რა ბოლო გამოდი შედგა შეხვედრა ხო არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნუ ჯობდა რომ დედის და მამის თანდასწრებით ყოფილიყო ვიდრე გოგონები გაიხე ესეთ რაღაცას ყვებით რომ ხშირი იყო ბუდის ვიხდი ნატუკა მინდა გითხრა რომ აუცილებლად მოგეთხოვებოდა პასუხი აი ეს ნაბიჯი რომ გადაგედგა იმიტომ რომ არამც არ შეიძლებოდა უკადრებელი სიტყვა გეკადრებინა მიგეძახებინა ზურგს უკან და აი ეს დაუწერელი კანონები დაუწერელი ხო ქმნიდა აი ამ თბილისის ვებერთელა სიყვარულს რა და იმ ურთიერთობებს რითიც დღესაც მე ვარსებობ და ვცხოვრობ. ეგ არის ამბავი ბუდიში. იყავით, აი ეს იყო სულ რაღაცნაირად გვერდზე მიყვებოდი, შენ მეგობრეს. ხანოველი რო არის ვიცი და რატომ მინდა იცი? რომ როგორია შემდეგ უცბად გაფიქრება რომ მე ვიქნები მსახიობი. აი რა ეტაპები გაიარა პირველივე დღიდან ყველაფერი იცოდა რა მე სადაც მივდიოდი და პროფესია ჯერ არ ნიშნავს იმას რომ რა ვიცი იქ დაიბადე გაიზარდე და ღირსეულად უნდა იცხოვრო ჩემი აზრით და მე აირჩიო ის პროფესია რომელიც გინდა ახლა ვინ არის დამაფერხებელი და შემაფერხებელი ამის არავინ პირიქით თავიდანვე იყო რომ პროფესია უნდა ყოფილიყო ეს თუ გოგონაშვილი ფიქრობდა არა რომ მამა ჩემი იყო მსახიობი და მე ძალიან ხშირად მიწევდა თეატრში ყოფნა და ჩემი ძმაკაცებისგან განსხვავებით მე მქონდა ის პრივილეგია რომ ვიყავი კულისებში ვიყავი აი საგრიმიოროში დაუძრებოდი ხმალი მეჭირა აი მაგითო ვიკითხე რაღაცა შუბიო ახლა აი მე მეჭირ შენ არა მე უნდა კითხოთ ასე რა მე რეპეტიციები მინახავს თქვენი და მე ვიცი სპექტაკლის წინ პრემიერის წინ განსაკუთრებულად რასაკეთებს გოგა პიპინაშვილი იკეთება საგრიმიეროში კაცმა არის იქ რა შვება აი როგორ ეხლა გინდა თქვა რა არა მე მინდა კითხოთ როგორ აღწევთ იმ ხარისს აი რა არის ეს აი საიდან მიდიხართ იქამდე რომ შედიხართ საგრიმიერში გოგა პიპინაშვილი და პირობითად იქიდან გამოდიხართ ოსეთა აი რანაირად ხდება ეს აი რა ვიცი იქ ძალიან ბევრი ელემენტია იქ არის გრიმი იქ არის კოსტიუმი იქ არის რა ვიცი ხასიათი რომელსაც რეპეტიციების მანძილზე ქმნი და ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ისევ ჩემი თბილისი მინდა გითხრა. კი ბატონო. ყველაზე დიდი სიმდიდრე და ავხსნი ამას შემებურად. 30 წელი სრულდება ჯერ დაიხოცეს როგორც ვიცი ახლა 28-ში. 30 წელი, დიახ. მაგარია. დიახ. 30 წელია თამაშობ. მაშინ ვიყავ დაახლოებით 36 წლის. წარმოგიდგენიათ. ხო, როცა ვითამაშე, მაგრამ აი რას ვამბობდი, იცი, ყველაზე დიდი სიმდიდრეა მეთქი, მსახიობისთვის განსაკუთრებით თუ ამ კუთხით ირჩევ, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან ბევრი ფერია თბილისში და შესაბამისად დაკვირვება უნდა შეძლო რა და იპო ის გმირი რომელიც ჩემთვის აი იმ წუთას არის ახლოს. მაგალითად პირველად ეს გრიმი რომ გავიკეთე, ჩავატარე ესეთი ექსპერიმენტი და მართალია ცუდად დამთავრდა. აბა ეს ბევრ ადგილას მაგ მოყოლული. აი ქვედა კოჩი. არა მე არა ოიცა დაბა მოხევით. რაღაცა გრიმი გავიკეთე, ოღონდ კინო გრიმი გავიკეთე, რომ არ მემჩნეოდა რა რომ გრიმი იყო და ჩემი ერთი ორი ძმაკაცი შევუშვი აულაბრის ბაზარში. ოღონდ კამერით რა და მე შევედი ჩვეულებრივად დავიწყე ვაჭრობა. მაინტერესებდა
ეს გმირი სიცოცხლის უნარიანი იყო თუ არა შეეძლო თუ არა ჩვეულებრივი კომუნიკაცია რა ადამიანებთან და ჩემი ვიღაც ეს ორი ადამიანი ძმაკაცები იქიდან დადიოდნენ და ჩუმად კამერით მიიღებდნენ მე როგორ ვაჭრობდი ხილი ვიყიდე ისა მივედი ქათმები ეწყო რა და ახალგაზრდა კაცი გამყიდველი და ვიხუმრე. ბევრი ისინი ქონდა შტამპები ამ ქათმები და ეს შენი ვარიკა მეთქი ისა ნაჯდომია. არაო კაცო რა ნაჯდომიო ახალგაზრდაო და თითები გადაამტვრია რა. ანუ ნედლიაო რა ახალგაზრდაო და თუ დაშვები კაცო მე ვარი ფეხები მიყვარს ძალიან კარგად და რატომ გითხები? მე უნდა ნაკოლკები რა თაქმეთში რა. შენ ახლა იცი რას გეტყვი? და ეხლა დააყვიო. ისე ალალად მითხრა ამ კაცმა რომ დამავიწყდა და რას თამაშობდი და ვიხარე და მე ეხლა მაეცადე. ლეხანობა გაიგდა ეგრე. სუდა დამთავრდა მართალია, მაგრამ ნენუ შეგვარიგეს მერე და კათა მაჩუკა. ნაკოლკიანი. ფეხებ მომპრეული კათა მე ვიჩუკე. ხო, მაგრამ ჩემთვის ეს იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრს დავძრწოდი მაგ პერიოდში ნავლაბრის გარემოში, იმიტომ რომ იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც მე ხვდებოდი ეზოებში და ასე შემდეგ და ერთის ყური მომწონდა, ერთის ხვირი, ერთის ლაპარაკი და მეორეს ხველა. როგორც ახველებდა, აი გიждდებოდი იმ ხველებას. სუდა ხველა. შემოსვლარი ფანტასტიკური. არა, ნუ ერთ ვიტყვი ხა ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ახალ თაობაზე. ანდრიმ თქვა მუსკომედიის თეატრში, მე სხვადასხვა ბედნიერი კაცი ვარ, რომ პირველი სპექტაკლი, სადაც მე შანდალს ვდგავდი. შანდალს ვდგავდი მე და ჩემი გოგა მოძმანაშვილი იქეთ ამ ხარეს ესე ბატონო ნუგზარ გაჩავამდადგა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი ბოლოში გამოდიოდა კაცი რომელიც ყველა სჭირდებოდა იქ მიკროფონია ეს შვაში რომ მიკროფონია და იღებს ამას მთლიანად კაცი რომელსაც საერთოდ არ სჭირდებოდა არანაირი მიკროფონი და ჩემი პედაგოგი გივი წულკიძე ამბობდა რომ აიო ერთი ნაბიჯი რო გადაედგა ოპერის თეატრში აი ყველაზე მაგარი ბარიტონი იქნებოდა საქართველოში. ეს იყო ბატონი ნოდარ პიპინაშვილი, რომელიც პირველ ბგერას როგორც კი ამოიღებდა და აი ჟრუანტელი და მეიროს გაუმარჯოს რო იტყოდა და ზანზარი მიდიოდა. ეს პირადად მე მაქვს განცდილი და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ მასთან აი ახლოს მაიკი სამარა იდგა სიცივე ზევიდან თოვდა და ზურიკო კახიანი რო ამბობდა რომ მიმიხედე ჩემო ჯახს ერთი ორჯერ შემოჭ დროზე თქვი გავიყინე შეოჯახში იყო ეს ხუმრობები ხიარდა ახალი თაობა ახსენე ლაშა ხო და აი ეს ჩვენს თეატრში ესეც სულა იყო და მე ბედნიერი ვარ რომ ზუსტად იმ სცენაზე ვდგევარ ახლა ჯერ სავდგევართ მაგრამ იმ სცენაზე რომელზედაც მამა თქვენი იდგა აი იმ თაობაზე გითხარით რომელ თაობასაც ასე სასოებით თქვენ ეპყრობით და რომელმაც ძალიან დიდი შედეგი დადო უკვე არა ნამდვილად მე მოდით იქიდან დავიწყებ რომ ეს ვებერთელა სიყვარული გნევავთ სცენის და გნევავთ იმ მომავალი თაობის სწორედ იქ ჩაისახა რომელ სცენასაც აი ამ წუთში ლაშა ახსენებდი იმიტომ რომ მე მახსოვს ვიყავი ძალიან პატარა დაახლოებით 5-6 წლის და დაიდგა სპექტაკლი სილვა თქვენთან კი ბატონო და მე ვიყავი მომიყვანეს მამიკოს პრემიერაზე და იქ სილას ურტყავს ედვინს ისე გამწარდი მამა ჩემს რო სილა მოხვდა პაკლონზე ავარდი ქალბატონ თინა მერკვილაძეს და დავაყარე ციკლებს მამიკო ხელი რა მაგარი ისტორია 7 წლის 5-6 წლის აი ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და ეს დღესაც მახსოვს რა და იმათთვის ეს იყო დიდი საყვარლობა და ჩემთვის იყო გადამწარებული ვიყავ მამა ჩემს ხელი მოხვდა კაცო ხო და
იქ ჩაისახა ალბათ ის ნაბიჯები, რასაც აი დღეს ჩემი სტუდია და ჩემი არტ-ჰოლი ქვია. ძალიან ბევრმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში, ძალიან ბევრმა და ამა კი ვარ იმითი რომ ეს ადამიანები დღესაც ხშირად მოდიან ჩემთან და არის ერთი დიდი ოჯახი ვებერთელა გუშინ საბა იყო ჩემთან აბაშიძე ძალიან ხშირად არიან ძალიან ხშირად უბრალოდ მოგიკითხავენ და როგორ ხარ გოგამას კიდე გოგამასა ვეღარ გაშინაურდი ბიჭო და ხო და ეხლა მინდა გითხრათ რომ აი ახლა მქონდა მიღება ახალი ნაკადის და მოვიდნენ ბავშვები გაოგნებული ვარ არა ჯერ ეს ერთი ამ 30 წლის მანძილზე და ეს სტუდია არსებობს 30 წელია 30 წლის მანძილზე მე უნიჭო ვიმე უნიჭოა და არაფერი გამოვა ტყუილია ეგ გამორიცხულია ეგეთი არაფერი არ მინახავს ყველას თავისი ნიჭიერება აქვს და ის ნიჭიერება უნდა იპოვო რა და ის ზოგს აქვს კაცო ხატვის ნიჭი და არ უნდა ეს შენი თეატრი მაგრამ უნდა დააკავშირო ერთმანეთთან და თუ იმის ამოღება შეძლებ ეს ინდივიდუალური ნიჭიერება არის ყველაზე მთავარი და ხო და ეხლა მოვიდა თაობა გაოგნებული ვარ აი ყველას მოგვერევიან ისეთი მაგრები არიან აი ისეთი მაგრები არიან 8-9 წლის ბავშვები გავგიჟდი გავოგნდი ერთი მოვიდა დოლზე დაკვრა მინდა იქ დავინახე დოლია და მაიტა რა დოლი და მივეცი ვერ ისე ვერ მაგრამ თავისით ჟინით ხო აი თავისით აქ აწყობილი გინდა აჭარული დაუკრა კი ბატონო იცი რა უნდა კითხო თქვენ ხართ ლილი იოსელიანის სტუდენტი იცი ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ ბატონ მიშა თუმანიშვილთან და ორივე იყო ბრწყინვალე უდიდესი პედაგოგი აი ხა მაინტერესებს რას ნიშნავს მსახიობობასთან იყო პედაგოგი ხო ეს იცი რა პირველ რიგში შენი გამოცდილების გადაცემაა და მეტი არაფერი არ არის აქ მე აპოლონობას და ბელვედერსკობას ვერ დავიბრალებ ვერანაირად და არც პედაგოგიკა როგორც წესი მე არ გამივლია მაგრამ საქმე იმაშია რომ როგორც მე ვეპრობოდი საკუთარ შვილს და სახლში ოჯახში და რაც მინდოდა რომ ასწოდნოდა რაღაცა ჩემი გამოცდილებით ის მინდოდა გადამეცა ზუსტად იმ ბავშვებისთვის მაგალითად ვიტყვი ერთ რამეს რომ რაღაც ფილმი გადიოდა და მაშინ ჩემი გოგო იყო ძალიან პატარა 4-5 წლის და სესილია თამაშობდა და წამომივიდა წრემლი და მოვიდა ესე დოინჯით დამიდგა და ვის უყურებო რო ტირიო მითხრა და ეს ვინ არის ეხა ვის და ჩემ შვილს განსაკუთრებით ქონდა ეს შესაძლებლობა ყველა ფილმი მქონდა სახლში რომ თუ დაინტერესდებოდა ენახა თუ რაღაცა ნუ პატარა კი იყო მაგრამ შეიძლებოდა და რომ მივხვდი რომ აი ის ღირებულება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამან არ იცის და ასევე არ იცის იმ დანარჩენმა ვის მშობლებსაც გაცილებით არ წალია თავიანთი შვილებისთვის ხო ამ კუთხით ამიტომ აი იდეაც აზრიც და ყველაფერი იქიდან არის ეს გაჩენილი რომ ამ ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ შესაბამისად მე მივაგენი ძალიან კარგ ხერხს და დავიწყე ძველი ქართული ფილმების და ანიმაციის გადახმოვანება ამ პატარებთან ერთად რა მაგარია ხერხი რა მაგარი გზა ხერხი არის აი დიალექტი გინდა ყურადღების სავარჯიშო გინდა მიკროფონთან აი ეს მეტყველება უნდა დაჯდეს იქ პირდაპირ და ოღონდ განსხვავებით იმისგან რასაც მე ვაკეთებდი და ვახმოვანებდი რგოლი კი არ არის შეკრული მთელი ფილმი მიდის და ესენი აი ახმოვანებელ მთელ ფილმს ანუ ზეპირადიცია თავიდან ბოლომდე არა კაცო ტექსტი გასაგებია პარალელურად იციან ყველა ფილმი რომელსაც გაახმოვანებენ ფილმის გარდა იციან რეჟისორი იციან ოპერატორი იციან მსახიობი ვინ თამაშობს და ასე შემდეგ ადამიანის პედაგოგიური ნიჭი არსებობს თორე გამოცდილები და ალბათ
აი ეს არის საოცარი რა, იმიტომ რომ ყველა პედაგოგი ნამდვილად ეს ნიჭია ცალკე მე მაინც მგონია რომ ბედნიერები ვართ ჩვენ რომ დღეს ბატონი გოგა პინაშვილი ჩვენი სტუმარია. მოდი ისიც ავთქვათ რა მაპატირო გაწყვეტა. რამდენადაც ვიცი. ახალი ამბავია კიდე არ თხოვს, იმიტომ რომ ადამიანები უცებ ვიტყვი ადამიანები რომლებსაც მთელი ცხოვრება გვინდოდა სახიობები და არც აბსოლუტურად სხვა პროფესიის შეგვიძლია არტ ჰოლში მოვედეთ, ხო? კი. ეს გავაკეთეთ ესეთი 6 თვიანი კურსი და შევიკრიბეთ ადამიანები, ვისაც რაღაცის გადაცემა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, შორსვარ იმადრისგან, რომ 6 თვეში პროფესიონალი არტისტი გახდები, მაგრამ შესაძლებლობა რომ გაგიჩნდეს, კი ბატონო, ეს არის ყველაზე მაგარი ამბავი. სასწაულად ფანტასტიკური, არაჩვეულებრივი ადამიანი. გქონდა ბატონი გოგა პინაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა მაყურებლები რომ იყავით ჩვენთან ერთად. გვიყვარხართ, გვიხარიხართ ხვალამდე.